მოგესალმებით მეგობრებო, კიდე ერთი Roblox-ის ვიდეოში. დღეს უნდა ვითამაშოთ 99 Nights in the Forest-ი. ეს არის ძალიან პოპულარული თამაში. მესამე ყველაზე პოპულარული თამაში არის, როგორც ვიცი, თუ მეორე, ზუსტად არ ვიცი. ანუ ისეთი ყველაზე პოპულარული არის რა, ეხლა რო თამაშობს. ძალიან პოპულარულია, მოკლედ და მოდი ვიდეოზე გადავიდეთ. მოკლედ მე ვეცდები რომ 99 დღე გადავრჩე. რომ არ მოვკვდე ერთხელაც და ცოტა ძნელი იქნება, არ ვიცი თუ შევძლებ. თქვენ დაალაიქეთ და გავიწერეთ 2000-მდე ძალიან ცოტა გვაკლია მეგობრებო. კაი და მოდი დავიწყოთ. ბოდიში ცოტა ცუდი შეწყვეტა იყო, მაგრამ სანამ დავიწყებთ, please donate-ში ვიღაცამ დამიტოვოთ 300 რობუქსი. მაგისთვის ძალიან დიდი მადლობა, ნუ მაინც 305 რა. და თქვენ თუ გინდა რომ დამატებული იყოთ, უნდა შეხვიდეთ, აქ უნდა ჩაწეროთ ტატო 8901. აქ უნდა ჩაწეროთ ვიდეო და GIF-ს უნდა დააჭიროთ. ვიდეო უეჭველი უნდა ჩაწეროთ, რომ დაგიმატოთ. ვიდეოს თუ ჩაწერ, მივხვდები, რომ YouTube-დან ხართ და ანუ 59-ზე მეც ვინც დამიგოვატებს, მაგას დავიმატებ შემდეგ იმაში. და მოკლედ, კაი ლაკი გქონდეთ, რომ დაგიმატოთ. თამაშის სახელი ვინც არიცით და აი ამაში შეხვალთ და აი ეგ შეხვალთ. მოკლედ მეგობრებო, ამჯერად როგორც ხედავთ, მართლა გადმოვედით თამაში. მოდი ჯერ ხეები მოვჭოთ, როგორც ხედავთ, გუდექსი მაქვს, იმიტომ რომ ეს ლუმბერჯაკ ბუკუ კლასი, თუ რაც ქვია, ესეთი ის არის კლასი, რომ თავი დაიწყებ გუდექსით, რაც ძალიან მაგარი არის. გუდექსით და კიდე 20% არის, რომ ხეებს რომ მოჭრი. ანუ 4 ხე დავარდეს, 3 საგიროთ 4 ხე დავარდეს, რაც ძალიან მომწონს მე. კიდე ალიანის კლასი მინდა, მაგრამ სტოკში არასდროს არ არის. მოკლედ ზუსტად 5 ხე და 3 სკრაპი გვაქვს და ეხლა შეგვიძლია რომ crafting bench 2 დავკრაფტოთ. და აქ უფრო კაი რაღაცეები არის. ეს არის მე მგონი ყველაზე კაი crafting bench-ი. Regular bed-ი სანდიალი არ ვიცი რა მაგარი რაღაცეები არის აქ. Yes, koali ვიპოვეთ. აუ night-ის approach-ი, არ ვიცი. 99 დღე უნდა გადავრჩეთ და იმედია გადავრჩებით რა. დაალაიქეთ რომ თუ ფიქრობთ რომ გადავრჩებით და დაბასუბსკრაიბეთ თუ ფიქრობთ რომ პირველივეზე ვერ გადავრჩები. არ ვიცი. კიდე დამიკომენტარეთ გადავრჩები თუ არა 99, იმიტომ რომ ძალიან არ ვიცი და 2000 გავლით წელზე ძალიან ცოტა გვაკლია, 1200 გამომწერით და გამომიწერეთ მალე გთხოვთ. მოკლედ მეგობრებო, სანამ გათენდება, ვინც არ იცის თამაში, day 1-ზე რო ხამე ხამდება, ესე რაღაცა დიერი მოგწევს და უნდა გადაურჩე. ეხა ჯერ დღეერთზე არაფერს არ გიზავს, მაგრამ მერე ძლიერდება რა, ნელ-ნელა და სწრაფდება და რაღაცეები ემატება და უნდა გადარჩე. კიდე ზოგიერთ დღეებში მოდიან რაღაცეები, კულტისტები მოდიან და მაგასაც უნდა გადაურჩე, campfire-ში შემოდიან. ეს თუ ჩაქრა campfire-ი, ყველაფერი შემოვა, ვულფები და რაღაცეები და ეს უნდა ეცადოთ რომ არ ჩაგიქვრეთ. და კიდე მეგობრებო, აი ეგ რაღაცები უნდა დაკრაფტოთ, crafting bench-ი უნდა დააპგრეიდოთ. საჭმელიც ეს თუ დაგაკდათ მოკვდებით, საჭმელზეც უნდა ინერვიულოთ და ლოგებიც აქ უნდა შედოთ. ეს თუ ჩაგიქვთ, ყველაფერი შემოვა. და კიდე აქაც უნდა ჩადოთ ლოგები მეგობრებო. მოკლედ ვინც არ იცის, ეს დაეხმარება ცოტათი. მოკლედ მეგობრებო, ესეც ჩვენი დღე 2. როგორც ხედავთ, პელტრეიდერი მოვიდა, რაც ეგ ძალიან კაი არის, იმიტომ რომ ეხა ბანიფუთებს რომ მოვკლავთ. აი ხედავთ ეს ბანიები რომ მოვკლავთ ესე, ხო, Peltraders has arrived today. ბანიებს თუ მოვკლავთ, ნუ ესენიც გჭირდება, მაგრამ ყველაზე მეტად რა გჭირდება არის ბანიფუთი, რაც 30% არის რომ დავარდეს. ამებს შევჭამ რომ არ მოვკვდე. ეს რა იყო? ხო, ლოგები. და ბანიფუთს რო დავაგდებ, მაქედან შეგვიძლია გუძაკი ავიღოთ, რაც კაი არის ძალიან. ბანიფუთი უეჭველი გვინდა, სანამ დაღამდება. თორე ღამე მიდის პელტრეიდერი. აი ჩვენი ბანიფუთიც, 1-5 ცალი ბანი მოვკალი, ძალიან კაი ლაკი არ არის, მაგრამ რა ვქნათ? აი ხა ამას რომ მიუტანთ, აი ეგ თუ დავაგდებთ, აი გუძაკი, რაც ზუსტად გვინდოდა. ეხა 5 საგიროთ 15 შეგვეძლება, რაც ძალიან კაი აპგრეიდი არის. გუძაკში არასდროს არ მევსება ხოლმე და old zakში კიდე სულ მევსება ხოლმე. ეხა მე old bed-ისთვის ვაგროვებ. აუ რამდენი საჭმელი მაქვს, ისინი რომ მოვკალი. კაია.
კიდე მეგობრებო, ამას old-beds 20 ლოგი უნდა და ერთი დღის მაგივრად 2 დღე მოგვემატება, რაც ძალიან კაი არის upgrade-ი. და კიდე ბავშვებსაც თუ გადაარჩენ იგივე არის, პლუს 1 დღით მეტი მოგემატება ყოველ დღე, რაც ძალიან კაი უნდა. კაი არის რა. ხო და მაგისთვის ვაგროვებ ხა და როცა გვექნება 20 ლოგი დაგიბრუნდებით. მოკლედ ესეც ჩვენი 20 ლოგი და ეხა შეგვეძლება რომ old bed-ი დავკრაფტოთ, ესეც ჩვენი old bed-ი. და აქ რო დავდებთ ეხა ერთით მეც მოგვიმატებს ყოველ დღე, თან ყოველ დღე კაი არის. თავიდან მეგონა, მეგობრებო, ძალიან ადრე არ ვიცოდი თამაში, რომ მარტო ერთი დღით გივატებდა, მაგრამ ყოველ დღე ძალიან ოპი არის. მერე ბავშვზე წავალ შემდეგ დღეს. ბავშვის გადარჩენას იგივე შეობა, ერთი დღით მეც უმატებს ყოველ დღე. პირველი ღამეები მეგობრებო, გადით ხოლმე, დიერი არაფერს არ გიზავთ და დიერის გარდა ღამე არაფერი არ არის. პირველი ღამეები ძალიან ადვილი არ ხოლმე რომ გადარჩე და მერე ძალიან ძნელდება. და თითქმის ყოველ დღეს hungry არის. ყოველ დღე hungry არის. ესეც ჩვენი დღესავი და ეხა როგორც ხედავთ, აი 2x multiplier-ი დაეწერება აქ. აი 2x multiplier-ი და ეხა დღე 4 იქნება. რაც ძალიან კაი არის და ყოველ დღე ეგრე მოხდება. მე მგონი დრო არო პირველ ბავშვზე წავიდეთ, აი ეს dino kidding missing-ი არის და როცა დრო არ დავკარგოთ, კომპასი დავკრაფტოთ, ზუსტად 3 გვაქვს, რომ უფრო ადვილად ვიპოვოთ, თორე ძალიან ძნელი იქნება ეგრე. კომპასი. კაი. კომპასი და ეხა წესით შეგვიძლია ვნახოთ სად არის ბავშვი, კი? უკან არის 424 მეტრით. მოკლედ მეგობრებო, მე მგონი დროა რომ ეს გადავარჩინოთ ეს ბავშვი, აი პირველი ბავშვი როგორც ხედავთ. მოდი ვნახოთ სად არის. მოკლედ 424 მეტრით არის იქით. და მოდი წავიდეთ და ეხა გადავარჩინოთ. სანამ გადავარჩეთ, ცოტა ფუდი გვჭირდება, ეგ ცუდი არის. ბოლომდე ავისოთ, თორე იქ ეხა ფუდი ცოტა დიდი რისკი იქნება. მანი ფუდიც დავაგეთ, მაგრამ ეგ არ გვჭირდება. მოკლედ მეგობრებო, ბოლომდე ავივსეთ და ეხა მოკლედ კიდე სად არის ეს ბავშვი? მოკლედ იქით არის და მოდი წავიდეთ ბავშვზე. აი კომპასი მაგარი რამე არის, აქაც გიჩვენებს, რომ აქ ხარ, აი მოვედით ბავშვზე, აუ 90 ეხა მოუნდა. მოკლედ ესენი ცოტა ადვილია. ფუდები ძალიან დაგვეხმარება. ეხა ნორმალ ულფები არიან და შემდეგ ბავშვზე უფრო გაძლიერდებიან ეს ულფები, რაც ცუდი არის. ჯანდაბა დიერი მოდის. ნახეთ რანელი არის. აუ რაღა ეხა დაღამდა რა. კაი მივედით. მაპი ამდენი ხანი რო არ მქონდა დაკრაფტული, არ ვიცი, გაუგნებული ვარ. ეს ახალი ისა, მაგარია. რაღაცები ეცემა მეტეორები. ხეები მოჭრა, თორე ეს გვიქრება, რაც ცუდი არის. ცოტა ხეებსაც მოვჭრი. ეს რა ჯანდაბა არის? დიდი ხანი არ მინახია, ვნახე, მაგრამ meteors have crashed over all the map. ო. ესენი შევწვათ, თორე ცუდად მივდივართ აემეებში. აუ დღეს მოდიან ჯანდაბა. მაგრამ დავკრაფტავთ რეგულარულად, რაც კიდე ერთი დღით მოგვიმატებს. უკვე 3 დღე მოგვემატება ყოველივაზე და ბავშვსაც რო გადავარჩენთ 4. კაი, ხა ბავშვზე წავალ ნამდვილად. აუ ძალიან ცოტა გული მაქვს და ერთი დარჩა და გავრისკო, არა უეჭველი მომკლავს, აზრი არა აქვს. მოკლედ ბევრი ველოდეთ თუ ცოტა გველოდეთ, აი ამდენი გვაქვს და არ ვიცი ეს რამდენზე ეყოფა. წავიდა. თაკი ხო გაგვიკეთა და რა ცოტა რა ბევრი დამაკლო. აუ crossbow-ან რამე მინდა რა. თან ეხა ღამდება და დამეხევა ღამე. ბევრი მინდა სიცოცხლე. არ ვიცი. აუ რა დებილი ვარ campfire-თან, ნოხა ძალიან მალე გემატება სიცოცხლე. მე კიდე იქ ვიდექი 1-5 წელი. აუ მოვიდნენ. მე მარტო ეს მაქვს და არ ვიცი ამათ როგორ იმას ვიზავ.
ერთმანახეთამდე დავაკლო, ამაში შევწვალ. და კულტის ჯემიც ავიღეთ, რაც ძალიან კაი არის. და ხო, კულტის ჯემი გვაქვს. ყველა მოვკალი, მარტო 2 რომ მოვიდა ძალიან გამიკვირდა, ძალიან ცოტა არის, არ ვიცი რატო. მარტო რო ვარ, მე მგონი მაგიტო. კაია. მოკლედ დღეც გათენდა და როგორც ხედავთ, რუსფელთი გვაქვს და მეორე იმას გავაკეთებთ. სპიერი. მაგრამ რეინი არის. შეიძლება ეს დაგვაკლოს. კაი, წავიდეთ კიდე ბავშვთან. უეჭველი მეგობრებო, დაასუბსკრაიბეთ. 200 გვაკლია მარტო 2000-მდე, რაც ძალიან ცოტა არის და უეჭველი უნდა დამასუბსკრაიბოთ. სპიერი ძალიან მაგარია. მოკლედ ეს ბლუკი გვაქვს. ხო. ჯანდაბა ჩემ ფეხებს დათანხმს. What the hell I just do? რანაირად შევიდე? მოკლედ, მეგობრებო, ბოლოჯერ შეგვიძლია დამტკიცება, რომ ამ თამაში ძალიან დებილი ვიყავი და ნუბი ვარ ძალიან. რატო მოვიკალი თავი? მახსოვდა, რომ ისევ გავჩდებოდი იქ. აი რომ მოვიკალი ყველაზე დებილო ვქენი. იმიტომ რომ ბევრჯერ ვთამაშობ ხოლმე და ბევრ ადამიანთან ერთად. ხები რატო არ დააგდო? კაი მეგობრებო, აქ დაგემშვიდობებით. მარტო გადავრჩით 5 დღე, ჩვენი გოულისგან 10 ჯერ ნაკლები. შემდეგ ვიდეოში არ ვიცი, მაგრამ გადავრჩები 99 დღე, არ ვიცი. თქვენ უნდა დაასუბსკრაიბოთ და შემდეგ ვიდეოში თუ 2000 სუბსკრაიბერამდე ავალთ, გადავიღებ კიდე ერთ 99 Nights in the Forest ვიდეოს. ეს თუ შესავალი იყო, რომ დამემტკიცებინა, რომ ძალიან ნუბი ვარ და არ ვიცი რა ამ თამაში. არ ვიცი, მე როდესმე ამ თამაშს თუ ვითამაშებ კიდე. მეგობრებო, სანამ დავამთავრებ, Still a Brave ვინც თამაშობს, მე Tail Champs stuffs იმას შვები, რა ქვია, ვიღაცებს ვაძლევ. ქვედა ფლორს არა, ოღონდ ზევიდა ფლორს. ლაკუკარაჩა 3.8 მილიონი არის, ჯობჯობი 4.2-იანი, ლაკუკარაჩა 10 მილიონი არის. ეს კვესადილა კროკოდილა, რომელიც იმის ევენტში დავაგდე, ვიდეოც მაქვს მაგაზე ჩაწერილი 15 მილიონიანი და ეს მთავარი. კომენტები დააკომენტარეთ, დამასუბსკრაიბეთ და ანუ ბევრი 2000-ზე თუ ავალ giveaways გავაკეთებ და აი მას მივიცვებ random subscribers, რომელსაც დაწერილი ექნება კომენტარი. მოკლედ, კაი ლაკი და კარგად მეგობრებო.